ეს კარმიდამო, რომელიც სოფელ ნატახტარში სამხედრო გზის პირას მდებარეობს, დეკემბერშიც კი, როცა ბუნება ფერებისგან გაძარცულია, მაინც დიდებული სანახავია. რობერტ იანტველიძის მარჯვენა ხელს და ხალას ნიჭს, მრავალი რამ შეუქმნია აქ თვალისათვის საამო და მომხიბლავი. მასპინძელმა ფეხთაფეხ შემოგვატარა აქაურობა და მუზეუმივით დაგვათვალიერებინა. თითეული ქმნილების ისტორიაც მოგვიყვა და საკუთარი ბიოგრაფიის უწვრილმანესი დეტალებიც არ დავიწყებია. წუთი სოფელში ხვდის შემდეგ მთავარი ადამიანია და ჩვენც ეზოში ნანახზე მეტად იმან გაგვახარა, რომ ბატონი რობერტი და ქალბატონი მერი სამი შვილის მშობლები არიან და უკვე მეათე შვილიშვილს ელოდებიან. მე გახლავართ რობერტ იანტველიძე, წარმოშობით ვარ სამაჩაბლოდან. საერთოდ ტბელები, ჩვენი ისტორიული გვარია ტბელი. ტბელები არიან სამაჩაბლოს ძველი თავადები, თავის დროზე ბაგრატ მესამეს პერიოდიდან იხსენიებიან და სამაჩაბლოდან შემდეგ იძულებით გადაადგილებული გახლავართ, როგორც ცნობილი მოვლენები, რაც მოხდა იმის შემდეგ წამოსულები ვართ 91 წელს და თბილისში მოღვაწეობდი, თბილისში დავამთავრე საშუალო სკოლა, მე-14 სკოლა მაქვს დამთავრებული აძალადებში. მე დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მუშაობდი ქორეოგრაფად თავის დროზე. მე ვცეკვავდი რუსთავის სახელმწიფო ანსამბლში. მაშინ იყო ბუხუტი დარახველიძე, დიდი კაცი, დიდი ქორეოგრაფი, დიდი პიროვნება, დიდი ხელოვანი და უზარმაზარი კაცი. შემდეგ დავამთავრე ისტორიული ფაკულტეტი პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტის. შემდეგ დავამთავრე მოსკოვის ეძახდნენ მადის მოსკოვსკი ავტოდოროჟნი ინსტიტუტის დაუსწრებელი გაყოფილება და მოხდი ჯერ მუშაობდი სკოლაში დირექტორის მოადგილედ. და მე გამაჩერე ავტოინსპექტორმა საბუთები ჩავამართეს არასწორად, რაღაც დარღვევით და გაბრაზდი და აი ამ გაბრაზების ნიადაგზე მივედი, მაშინ იყო ერთი კარგი კაცი გივი ანჩაბაძე, რაიკომის პირველი მდივანი. გადასარევი პიროვნება. ლენინის რაიონის მაშინდელი ყოფილი ცენტრალიტის დირექტორი იყო, ის გადმოიყვანეს იქიდან და მე და ბატონი გივის მეუღლე ერთად ვიყავით სკოლაში, ერთად მუშაობდით. მე მივედი მე ქალბატონოშანა ესეთ სიტუაცია მეთქი და მოკლედ შემომთავაზეს ორგანოებში წამოსვლა. ცოტა რთული კი იყო ახლა მოცეკვავე კაცი, პედაგოგი კაცი, დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილი და მე და მაგრამ იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი იმ ავტოინსპექტორისგან, რომ არასწორად ჩავმართა საბუთები, რომ იძულებული გავხდი წავსულიყავი სამუშაოდ ორგანოებში და 1978 წლიდან 2002 წლამდე ვიმუშავე შინაგან საქმეთა ორგანოებში. 93 წლიდან უკვე ქალაქის ავტოინსპექციაში გადამიყვანეს და 93 წლიდან 98 წლამდე ვიყავი თბილისის და მე 98 წელს უკვე რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციის პროპაგანდის განყოფილების უფროსი. რადგანაც სამაშაბლოში უკვე აღარ ჩაგვესწრებოდა და ესე იგი სახლკარი ყველაფერი სხვისი იყო და ცნობილი მოვლენების გამო ვეღარ ჩავდიოდით, მოვინდომე რომ რაღაც ქალაქ გარეთ რაღაცა მსგავსი რაღაცა ნაკვეთი შემეძინა და ესე იგი 1998 წელს შევიძინე ეს ნაკვეთი აქ, არაფერი არ იყო, აბსოლუტურად ცარიელი ტერიტორია იყო და დავიწყე ამ ნაკვეთის მოვლა პატრონობა, დავიწყე ხეხილის ჩახრა, როგორც წესი და რიგია. შემდეგ ისე მოხდა, რომ სახლის აშენების საშუალება ჯერჯერობით არ ჰქონდა და მეგობრების დახმარებით შევიძინე ეს მეტროს ვაგონი, რომელიც არის 19 მეტრიანი სიგრძის. 19 კი ბატონო, ნახოთ. ეს მეტროს ვაგონი შევიძინე, რომელიც მიწევდა სახლის მაგივრობასაც და ეს მეტროს ვაგონი მედგა გზის პირას. შემდეგ მოხდა ისე, რომ განვავითარე მეურნეობა, მყავდა ქათმები, ფრინველები, სხვადასხვა ჯიშის და ჭირდებოდა
შესანახად ხორბალი, მარცვლეულობა და ეს კარგი მას მიწევდა მოკლედ დახმარებას მეურნეობაში. რადგანაც ჩამოვედი და აქ არხი ჩამოდის, არაგვის დინარი არაგვის არხი ჩამოდის, იმდენად ცხელი ადგილია, დილის უკვე 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ძალიან ცხელი ადგილია და ვიფიქრე რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა ეზოში კეთილი მომეწყო ეზო და ჯერ ვიფიქრე აი ამ ბასეინის გაკეთება, ამ აუზის გაკეთება. ქვა უნდა შემერჩია აუცილებლად მდინარის ქვა, იმიტომ რომ არაგვის ხეობაა და არაგვის ხეობაში უნდა ჩაწერილიყო თითო რამე, იმიტომ რომ კაფელი და თანამედროვე მეტლახი და ის არ შეიძლებოდა. ამიტომ მამაპაპური ქართული გადაწყვეტა მოვიფიქრე და გავაკეთებინე ეს ისა აუზი. შემდეგ მომივიდა აზრად რომ აი აქ ამ არხის თავზე გამეკეთებინა ესეთი რაღაცა ქვის ლამაზი ობიექტი, სადაც იქნებოდა წყლის ჩანჩქერი, ჩამომავალი და აქ წყალი ჩამოდის. ზაფხულში როცა კარგი სიცხეებია, თავდა ჩამოდის წყალი და არაგვის ხეობის პირობაზე შესანიშნავ მას ქმნის სტუმრებთან ურთიერთობაში, რომ მოდიან უცხოელები განსაკუთრებით, უკვირდა სიამოვნებთ. ესე იგი ამ ფაცხების გაკეთება სჭირდებოდა სპეციალური მასალა და მოვიფიქრე რომ ჩავომეტანა ბათუმიდან ბამბუკის მასალა, ჩამოვიტანე ბამბუკის მასალა და ბამბუკის და თხილის ერთობლივით მომივიდა გავაკეთე ესეთი რაღაცეები. ფაცხა ზაფხულში ძალიან მისაღებია, გრილია, დაბლა არხი გადის, არაგვის. იქ რო ზის ადამიანი, სიგრილეში იმას. ეს შემდეგ წავედი და არაგვის ხეობაში დავდიოდი და ვკრიფავდი რაღაც არაგვის წამოღებულ ნარჩენებს და აი ეს კაკლის რასაც უყურებ, ეს არის არაგვიდან ამოტანილი და მომოტანილი ამას ერთი 4 კაცი ეწეოდა. მინდოდა რომ ეს კედელი გამეკეთებინა, რომელიც ისტორიულ ციხეს ან რაღაც ქართულ იმას ქმნის შთაბეჭდილებას და უნდა შემერჩია არა ბლოკი და რაღაც ისეთი თანამედროვე, უნდა შემერჩია ისეთი ორიგინალური ქვა, რომელიც აქეთ ხანდოს ეძახიან, სოფელ ხანდოს ზემოთ ხეობაში უნიკალური ქვა არის და როცა სველდება ეს ქვა ფერადი ფერის ღებულობს და ძალიან ლამაზი საყურებელია. აი ესეთ მამაპაპურ სტილში ეს ჯობდა რომ ამ მაშინ რა ქვია თახში შედიხარ და რაღაც იქ სხვა სამყაროში შედიხარ, სხვა საზღვარზე და აი აქ ღამე რომ ნათდება არის საქართველოს გამოსახული, აი აქ მარჯვენა მხარეს. ეს შუქნიშნები არის 1970 წელს მოხსნილი თბილისის ქუჩებში და ვიფიქრე რეტროს ვარიანტში, როგორც ძველი კარგი დროის აქვია მოსაგონებლად ჩამოვკიდე ეს შუქნიშნები, რომელიც ძალიან დიდ დღეს საინტერესო მას წარმოადგენს რეტროს ვარიანტში და დავდგი შუქნიშნები აქ, იმიტომ რომ ასოცირება ხდება რაღაც ძველთან, კარგი ასოცირება ხდება შუქნიშნებს როცა უყურებ და გარდა ამისა მე ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობას, მოსწავლეები მყავს ამ მართვის უფლების თეორიაში, საკმაოდ ისამაკ ნაშრომების 6 წიგნის ავტორი ვარ და როცა მოდის მოსწავლე და რაბი, ეს შუქნიშნები ირთვება წითელი მწვანე და რაღაც კარგი ასოცირება ხდება. კი, ბავშვები აქაც ამყავს და ინტერნეტსაც ვასწავლე. 2008 წელს შემდეგ იმ ცნობილი მოვლენების ომის და იმის შემდეგ მოკლედ საგადასახადო და იმან ძალიან შემოგვიტია და იძულებული გავხდი რომ ეს დამეხურა. ხო, იქიდან ოსებმა გავუმაგდეს და რუსებმა და აქ მოვედი და აქ ჩვენმა საგადასახადომ ანუ სააკაშვილის დროინდელმა იმან ისეთი მარწუხები მოგვიჭირა რომ აღარ შეიძლებოდა რა მუშაობის გაგრძელება და 2008-ში ოფიციალურად დაავწერე განცხადება, ჩავედი გორში იყო მცხეთა-მთიანეთის ის. ჩავედი გორში და იქ მოხდა ერთი კურიოზი, რომ ამ ობიექტის დახურვის განცხადებას არ ღებულობენ. მე ახლა ცოტა ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი, კაცო, აღარ მინდა აღარ არის მეუთხარი საშუალება ეკონომიური მეთქი და მე ერთ-ერთმა მითხრა იქ რომ უკაცრავადო თუ შეიძლება ერთ წუთითო რა გარეთ გამომძანეთ რაღაცა მინდა კითხოთო და იმათან კი არ გმითხარ, ცალკე გამიყვარა. მე მითხრა ისაო ქალაქის გაიში რომ იანტბელიძე იყო, ის თქვენი რა არისო? გამეცინა მეუთხარი მე ვარ მეთქი.
აუ მითხრა რა გაშენა ღმერთო რა თქვენ ერთი ნასვამი ვიყავიო დიდი პატივი მეცითო მე გორში კომისარიატში მუშაობდიო და გეტყვიო რა რომ ესე იგი ობიექტების დახურვა აღრძარული გვაქო თავრობისგანო ანუ ობიექტები არ უნდა შემცირდეს ეს შპს-ები და მაგ განცხადებას რო ჩააბარებ მაინც გადახევენ და არ გაატარებენ რეგისტრაციაშიო და მითხრა აუცილებლად გაატარებიეთ განცხადება რეგისტრაციაშიო საკაი მომენტია რა ჩამოვიდი დავწერე განცხადება და ესე იგი დავაძალე დივანს რომ მოეცა ჩემთვის ამ განცხადების რეგისტრაციის ნომერი და 2011 წელს მომაკითხა ამ სააკაშვილის საგადასახადომ და მეუბნებია რომ უნდა გადაიხადოთ ჯარიმაო რისი ჯარიმა კაცო 2008-ში დავკეტე ობიექტი მოვედი დაგიწერეთ გაცნობეთ ყველაფერი აგერ ამახ საბუთები და მოკლედ ვერაფერს ვერ გავხდი და იმ ჯარიმის ქვითრები და ამიტომ ჯარიმის ისა დადგენილება დამიტოვეს და მოვიდა კიდევაც სხვა თავრობა ივანიშვილის ოცნებამ გაიმარჯვა მოვიდნენ და მივედი ბატონ ხადურთან იმ ძველი საგადასახადოს დადგენილებებით ვეუბნები რომ ეს არ არის სწორად 2008-ში დახურულ ობიექტზე 2011 წელს არც საბუთები მაქვს არაფერი ბევრი რაღაცები არ იყო ხა 3 წელიწადი როგორ ვიფიქრებდი რომ დამჭირდებოდა კი რა ის ქვითრები რაც იყო ამობეჭდილი ის აღარ ეთყობოდა ფასები ზედ იმ ქვითრები იმდენი დრო იყო გასული და მოკლედ ხადურმაც მომისმინა აქეთ-იქით მაგრამ მითხრა რომ მაინც რაღაცა უნდა გადაიხადოთო და ესე იგი სამასხარაოა რა 200 ლარი ჩამომაკლეს ის რაც მართლა მეკუთვნოდა რომ ჩამოეკლოთ და კიდე ბევრი უნდა ჩამოეკლოთ მაგრამ მე ვიფიქრე კარგი ჯადაბას და დამიტოვეს რაღაცა 1250 ლარი ვალათ მაინც ამ ხადურის დროს ახალი ფინანსთა მინისტრის დროს მოკლედ ორჯერ ვიყავი კომისიაზე მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი რა და აღარ წიგდა რა და დავანები თავი მე მუშაობდი საქართველოს ნავთობის კორპორაციაში 2004-6 წლებში იქ მიმიწვიეს ტრანსპორტის სამსახურის უფროსად და იქ მუშაობის პერიოდში სოფლიო ფორუმი ტარდებოდა ნავთობის გადამამუშავებელი კომპანიების და მეც ვახლდი ამ დელეგაციას საქართველოს დელეგაციას ბაქოში და მოხდა ისე რომ ალიევი უნდა მომბრძანებულიყო უნდა დაეთვალიერებინა ჩვენი საქართველოს კუთხე სალონი და იმ დროს ხელმძღვანელი ვინც იყო ჩვენი დელეგაციის ახალგაზრდა ბიჭი იყო ცოტა რაღაცა და ის კომიტეტის ხალხი რომ მოვიდა და რაღაცა შეეშინდა ის და დაიბნა და ახლა მე გამოსილება მქონდა მამამისა ვარ შეხვედრილი გეიდარ ალიევს ვარ შევარდნაძის დროს თელხიძე მაშინ იქ ტრანსპორტი ვიყავი და ჩემთვის ახლა შეხვედრა და რაღაც ახსნა პრობლემა არ იყო და როგორც კი შემოვიდა ილხამალი გეიდაროვიჩი ილხამალი როგორც შემოვიდა და ესენი მოიფატნენ და შეხვდი ამას ჩვეულებრივად იკითხა რა როგორ რაშვება საქართველოს კორპორაცია იქ იყო ბანერები და მე გადავეცი ბრინჯაოს ცხენი რომელიც თავრობის საჩუქარს წარმოადგენდა და ეს ცხენი რომ მივაწოდე ისა რა ქვია მე უთხარი ცოტა მძიმეა მეთქი და ხელიდან არ გაგივარდეთ ბატონო პრეზიდენტო მეთქი და კაცო შენ რაღაც მომეციო და მე ნუ გეშინიაო და გაიცინა მე ამას მივხედავო და ისე კარგად აი კავკასიურად მოუვიდა რა ანუ და ისე ლამაზად გაეცინა და ეს მომენტებია დაჭერილი როცა იცინის იქ ამ საჩუქრის გადაცემის დროს მე მინდა ჩემს მშობლიურ ქართველ ხალხს პირველ რიგში ქართველ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით მიულოცო დამდეგი შობა, დამდეგი ახალი წელი წარმატებები უსურვო, მაგრამ ეს რომ არ იყოს ლიტონის სიტყვები, წარმატებების მისაღწევად საჭიროა ყველამ ჩვენი რაღაც პატარა რუდუნებით ხელის განძრებით დავატყოთ, ყველამ უნდა დავდოთ ქვა ერთი აგურზე რომ ქვეყანა აშენდეს, სხვანაირად ქვეყანას არ ეშველება რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს. ამიტომ წარმატებებს უსურვებ ყველას, თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს
თითოეულ ქართველს და ყველა მოქალაქეს, ყველა ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომ უკეთეს საქართველოში ეცხოვროს 2015 წლიდან და ერთად ხელი-ხელი ჩართული სოფლის აუცილებლად სოფლის დახმარებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარე და ჩვენი ეკონომიკა. სოფლის გარეშე საქართველოში წარუმატებელია ყველანაირი ცდილობა. ყველანაირი სოფელი არის ღერძი ჩვენი წარმატების. იმიტომ რომ ეს არის სოფლის მეურნეობის და ისტორიული ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებით ხალხმა აქ უკეთესად იცხოვროს ვიდრე დღეს ვართ ამ პირობებში. ნახავდი ქრისტე ღმერთსაო სულას დაგიბრუნებდი თქვენგან დაკარგულ წლებსაო სულას დაგიბრუნებდი თქვენგან დაკარგულ წლებსაო